სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიის სტანდარტები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თბილისის 19-21 სექტემბერს სტუმართ მასპინძლობის კონფერენციას უმასპინძლებს. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს გახდება პლატფორმა, სადაც სტუმართ მასპინძლობის სექტორის წამყვანი სპეციალისტები, ადგილობრივი და უცხოური ბრენდების წარმომადგენლები, დეველოპერები და სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან ცოდნის გასაზიარებლად, ტენდენციების გასახელველად და სფეროს განვითარების ახალი გზების დასაგეგმად. უფრო კონკრეტულად რა მიზანი აქვს ღონისძიებას, ვის აქვს მასში ჩართვის შესაძლებლობა და რა გამოწვევებია სტუმართ მასპინძლობის სფეროში. თანადამფუძნებელთან გურამ კუნჭულიასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. რა მიზანს ემსახურება ამ ფორუმის გამართვა, ამ ღონისძიების, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მე ბუნებრივია ვისაუბროთ თლიანობაში, როდესაც მომსახურების ხარისხზეა საუბარი, როგორია ის სამასპინძელ სექტორში. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. მადლობას გიხდით მოწვევისათვის. პირველ რიგში მოკლე მონახაზ გავაკეთებ თუ რა მიზანი აქვს თბილისი ჰოსპიტალიტი კონფერენციის ჩატარებას. ეს არის ჩვენი კომპანიის K Hospitality Group-ის მიერ დაორგანიზებული ღონისძიება. K Hospitality Group-ი გამოირჩევა საერთაშორისო გამოცდილების მქონე სტანდარტებით და საერთაშორისო გამოცდილების მქონე სტანდარტებით, რომელიც არის სასტუმროს მართვის კუთხით გათვალისწინებული. შესაბამისად, ეს კომპანია დავაარსეთ სასტუმროს სტუმართ მასპინძლობის მენეჯმენტის კურსდამთავრებულებმა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეორგანიზებინა სამდღიანი კონფერენცია, რომლის მხარდამჭერებიც არიან მარდი დეველოპმენტი, Best Western-ი, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. სამი დღის განმავლობაში რა ძირითად საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას და ვინ იქნებიან ამ კონფერენციის მონაწილეები, იმიტომ რომ სამი დღე საკმაოდ ისეთი დიდი მოცულობით სავარაუდოდ ჩემი წარმოდგენით, დიდი მოცულობით ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ამ ფორუმის მონაწილეებს და პარალელურად ალბათ შეიძლება ვორქშოპებსაც ითვალისწინებდეს ეს ფორუმი. შესაბამისად საინტერესოა რით იქნება გამორჩეული დაუშვათ სხვა ფესტივალების, სხვა ფორუმებისგან და ღონისძიებებისგან ეს ღონისძიება. პირველი დღე 19 სექტემბერი გაიმართება რედისონი თბილისში, სადაც თავს შეიყრიან სტუმართ მასპინძლობის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის და ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასევე სასტუმროს მფლობელები და მაღალი რგოლის მენეჯერები. გვექნება 4 პანელური დისკუსია, სადაც ვისაუბრებთ კადრების დეფიციტზე და პერსონალის განვითარებაზე, ქართული სტუმართ მასპინძლობის სტანდარტებზე, ციფრული ტექნოლოგიის ჩართულობაზე სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიაში და მდგრად განვითარებაზე. კი ბატონო, და როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ მაღალი კლასის მენეჯერები, ანუ შეგიძლიათ უკვე თქვა დაახლოებით რამდენი კომპანია და რამდენი სასტუმრო იქნება წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე? ანუ მასშტაბურობა რომ დაინახოს მაყურებელს, სწორედ ამიტომ გითხოთ. საერთო ჯამში ველოდებით 100-მდე სტუმარს, იქნებიან როგორც ლოკალური ბრენდები, ასევე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები და ასევე დაესწრებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ და ჩაერთვებიან პანელურ დისკუსიაში. მაგალითად, ყველაზე კივნეული წერტილი, რაც არის დღევანდელ დღეს, ეს არის კადრების დეფიციტი და მათი განვითარება და ასევე მათი შენარჩუნება. შესაბამისად, დავპატიჟეთ Somet Education-ის რეგიონალური დირექტორი, რომელიც ამ თემას გაშლის, თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს ქალბატონი იულია ტოკარევა. Somet Education-ი მოიცავს რამოდენიმე სტუმართ მასპინძლობის სასტუმროს, მათ შორის ლეროშეს, რომელიც ნომერი მეორე არის მსოფლიოში ამ სფეროში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო იქნება მისი მხრიდან მოვისმინოთ კადრების დეფიციტზე, თუ როგორ შეიძლება რომ ეს აღმოიყროს. კი ბატონო, ის რომ კადრების დეფიციტია სამასპინძლო სექტორში, ეს პრაქტიკულად ამას თქვენი სექტორის, თქვენი ყველა კოლეგა ამბობს, თან განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ, როდესაც პანდემიამ გარკვეულწილად ეს სექტორი გააჩერა და შესაბამისად კადრების გადინებას დაიწყო. მეტნაკლებად მაინც მოახერხეთ დაუშვათ კადრების დეფიციტის პრობლემის აღმოფხვრა, ან პროფესიონალი კადრების და პირობითად ტრეინინგების სახით
ხდება ეს ყველაფერი თუ აი როგორ მიაღწიეთ იმას რომ კადრების დეფიციტი რეალურად რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს და ეს არ იქცოს რა თქმა უნდა მომხმარებელმა და მომსახურების ხარისხი არ გაუარესდეს ამ ნაწილში. რა თქმა უნდა კადრების დეფიციტის პრობლემის აღმოსაფხვრელად ვაორგანიზებთ სპეციალურ ტრენინგებს, რომ მათ უფრო მეტი ინტერესი გავუჩინოთ სტუმართმასპინძლობის სფეროში და ასევე მეტი ინტერესი გავუჩინოთ თვითონ რა ხდება ამ ბიზნესში, რათა მათ არ იგრძნონ თავი, რომ მხოლოდ უნდა იდგნენ სიტყვაზე კონკრეტულ დეპარტამენტში და მოემსახურონ სტუმარს. ეს მხოლოდ მომსახურება არ არის, ეს მთლიანად ადამიანს უნდა კონდეს გათავისებული, უნდა სიამოვნებდეს უცხოელი თუ ლოკალური ვიზიტორების მიღება და ტენდენცია როგორია? არის დაუშვათ აი ეს რასაც ახლა ლაპარაკობთ, ასე ითავისებს თქვენი პერსონალი ამას, თუ დაუშვათ ეს მხოლოდ ჯერჯერობით სწავლის ეტაპზე ვართ მაინც ამ მიმართულებით? ამ მიმართულებით ჯერჯერობით ცოტა კომპლექსური საკითხი არის, იმიტომ რომ ორივე მიმართულებით მივდივართ. პირველ რიგში თუ არ ისწავლა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, ამ ყველაფერს ვერ მიაღწევს. ამით ამ ხედან გამომდინარე 20 და 21 სექტემბერს მოყვავს მეორე უცხოელი ექსპერტი და მოწვეული ლექტორი ბატონი სტეფანი, რომელიც ჩაატარებს front office-სა და housekeeping-ში მასტერკლასებს. აუხსნის თითოეულ დღეს დამსწრე საზოგადოებას თუ რა სტანდარტული ოპერაციები უნდა გაატაროს სტუმართან ურთიერთობის დროს და რა არის მნიშვნელოვანი რომ სტუმარი ერთჯერადი ვიზიტისთან იქცეს მრავალჯერადი. რა არის მაგალითად თქვენი წარმოდგენი და იმ სტანდარტებით, რომელიც მეტნაკლებად გაქვთ დანერგილი თქვენ კომპანიაში, რეალურად რა არის მთავარი კრიტერიუმი? მაგალითად როგორ ხვდებით სტუმარს? ეს ყველაფერი განსაზღვრულია და რამდენად იციან ეს თუნდაც თქვენმა თანამშრომლებმა? ზოგადად პირველი შეხვედრა მერე ურთიერთობა მასთან და მთლიანობაში ეს პროცესი როგორ არის აგებული? პირველი შეხვედრა არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმართან შეხვედრის დროს და სწორედ ეს დეპარტამენტები front office და housekeeping-ი დგას და შუამდგომლობს ამ ყველაფერს, რადგან სტუმარი პირველად ჩამოსული მიდის სასტუმროში და პირველი შთაბეჭდილება რაც ექმნება არის ზუსტად ამ პერსონალიდან გამომდინარე. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ სწორად მიყვნენ თანამედროვე სტანდარტებს და არ დაეყვნენ მხოლოდ ხასიათს მუშაობის დროს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არის გაიგო თუ რა ჭირდება იმ კონკრეტულ მომენტში მომხმარებელს. როგორც ვიცით, K Hospitality საქართველოში განვითარების რაღაც ახალ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აანონსებთ, რას მოიცავს ეს ეტაპი და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს დაუშვათ სამასპინძლო სექტორი, რომ რეალურად საქართველოს ძალიან ამაყობს განსაკუთრებით ბოლო წლებში ბევრი უცხოელი ვიზიტორის მიღებით, ხო? მაგრამ მათ თუ არ დახვდათ შესაბამისი სამასპინძლო სექტორი და მთელი ეს გამართული ინფრასტრუქტურა, ერთ დღეს უბრალოდ შეიძლება ჩვენ დავკარგოთ ეს ტურისტები და ერთჯერადი და მერე მრავალჯერადი აღარ იცეს. ამიტომ საინტერესოა რა განვითარების ახალ ეტაპს ფიქრობთ, რომ რეალურად ამ შემთხვევაში თქვენი კომპანიის მაგალითზე, რომ რაც შეიძლება მრავალჯერადი იყოს უცხოელი ვიზიტორები საქართველოს სტუმრობა, თუნდაც იმ ობიექტებში, რომელსაც თქვენ განაგებთ. დიახ. პირველ რიგში სამდღიანი კონფერენცია ერთჯერადი არ იქნება და ესეთი ღონისძიებები და ტრენინგები ჩატარდება წელიწადში რამოდენიმეჯერ. ასევე გვინდა დავაანონსოთ და კონფერენციის ფარგლებში დავაანონსებთ, რომ ვაპირებთ არა მხოლოდ მოკლე დღიან ტრენინგებს, არამედ სტუმართმასპინძლობის კურსებს, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება მოთხოვნა? ფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უკვე წამოვა მოთხოვნა, რადგან რეალურად ეს კონფერენციები და ტრენინგები გაუღვივებენ პერსონალს იმ მოთხოვნილებას, რაც არის განვითარებული. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. გურამ კუნჭულია, K Hospital Group-ის თანადამფუძნებელი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.